შუა საუკუნეებში განსაკუთრებით ცეცხლსრული იარაღის გაჩენის დროს მოხდა ტაქტიკის სამხედრო ხელოვნების ამ შემადგენელი ნაწილის მნიშვნელოვანი განვითარება. რაც შეეხება სტრატეგიას, კერძოდ ომის მომზადებისა და სამხედრო მოქმედებათა ახალი მეთოდების გაუმუშავებას, აქ წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი წინსვლა არ მომხდარა. ადრე ფეოდალურ ეპოქაში სამხედრო ხელოვნება თითქმის არ განსხვავდებოდა მონათმფლობელური სახელმწიფოების დროინდელი ომებისაგან. ჯარები იბრძოდნენ მჭიდროდ შეკრული წყობით, რომელიც ძველ ფერცნულ ფალანგას წააგავდა. აღმოსავლეთ სლავები ასეთ საბრძოლო წყობას კედელს უწოდებდნენ. ბრძოლა როგორც წესი შეზღუდულ ფართობზე მიმდინარეობდა და ხანმოკლე იყო. მის შედეგს წყვეტდა მეომრების ფიზიკური ძალა, საბრძოლო ოსტატობა და სინამაცე. მარტივი იყო საზღვაო ბრძოლის ტაქტიკაც, სადაც ისევე როგორც ადრე ბრძოლას ძირითადი ფორმები იყო აბორდაჟი და ტარანული დარტყმა. მხოლოდ ბიზანტიელები, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ ბერძნული ცეცხლის რეცეპტს, წარმატებით იყენებდნენ ზღვაზე ამ იმ დროისათვის მრისხანე საშუალებას. მაგალითად 673 წელს ბერძნული ცეცხლით მათ დაწვეს კონსტანტინოპოლზე მიმდგარი არაბების ფლოტი. 951 წელს კი ნორმანთა და რუსთა ხომალდები. მთლიანობაში შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება ადრეული ფეოდალიზმის საფეხურზე მხოლოდ ჩამოყალიბების სტადიაზე იყო და დიდად არ განსხვავდებოდა წინა პერიოდისაგან. ვიდრე ბრძოლის საშუალება კვლავ ძველებური რჩებოდა, ცივი იარაღი. განვითარებული ფეოდალიზმის ხანა დასავლეთ ევროპაში ხასიათდება უკიდურესი ფეოდალური დაქუცმაცებულობითა და პერმანენტული შინაომებით. ომები სახელმწიფოებს შორის და აგრეთვე სახელმწიფოთა შიგნით ფეოდალებს შორის თითქმის არ წყდებოდა. მაგრამ მოწინააღმდეგეებს როგორც წესი დიდი ძალები ვერ გამოჰყავდათ. იშვიათი იყო დიდი ბრძოლებიც. ბრძოლა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა ცალკეული მნიშვნელოვანი ობიექტების, ქალაქები, ციხე-დარბაზები, გამაგრებული მონასტრები, გარშემო და დიდხანს გრძელდებოდა. კიდევ უფრო ხანგრძლივი იყო ფართომასშტაბიანი ომები სახელმწიფოებს შორის, მაგალითად ინგლիս-საფრანგეთის ომმა შესვენებებით 100 წელიწადზე მეტხანს გასტანა, ეგრეთ წოდებული 100 წლიანი ომი 1337-1453 წლები. ესპანეთში კი ქრისტიანული სამეფოების ბრძოლა არაბულ-მუსლიმური სახელმწიფოების წინააღმდეგ რეკონკისტა, რომელიც იქ პირენეს ნახევარკუნძულის არაბთა მიერ დაპყრობის შემდეგ აღმოცენდნენ, თითქმის საუკუნე გრძელდებოდა 718-დან 1492 წლამდე. გაშლილ ველზე ბრძოლაში რაინდული არმიები ერთ ხაზად ან სოლისებურად ეწყობოდნენ. ბრძოლის დაწყების შემდეგ საბრძოლო წყობა მალე იშლებოდა და ჭიდილი რაინდულ ორთაბრძოლებში გადადიოდა. ასეთი ბრძოლები როგორც წესი ხანგრძლივი არ იყო, 2-4 საათი. ყველაზე დიდ ბრძოლებში სულ რამდენიმე ათეული რაინდი იღუპებოდა. რაინდული ტაქტიკის ტიპიური მაგალითია 1214 წლის ბრძოლა ბუვინთან, საფრანგეთი. ბუვინის ბრძოლა მოხდა საფრანგეთის მეფის ფილიპე მეორე ოგიუსტის არმიასა და მისი მოწინააღმდეგე კოალიციის ძალებს შორის, რომელსაც მეთაურობდა გერმანიის იმპერატორი ოტონ მეოთხე. ბრძოლაში ორივე მხრიდან მონაწილეობდა 20-30 კაცი, მაგრამ დამრტყმელ ძალებს მხოლოდ ცხენოსანი რაინდები წარმოადგენდნენ. 5000-ით მძიმედ შეიარაღებული მხედარი, 3000 ფრანგი და 2000 ფრანგი და 3000 გერმანელი. ქვეით შუბოსნებსა და მშვილდებითა და არბალეტებით შეიარაღებულ მოისრეებს მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდათ. ორივე არმიის რაინდები ცალკეულ კოლონებად მოეწყნენ. უბრალო მეომრები წინ დაიყენეს. კოალიციის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა დიდებულმა გრაფმა რენო ბულონელმა 700 შუბოსნისაგან წრე გააკეთა, რომელშიც ბრძოლის დროს მის რაინდებს შეეძლოთ შესვლა და ცოტა ხნით დასვენება თავის წესრიგში მოყვანა. ეს ფილიპე მეორე 150 ცხენოსანი მეომარი ბუვინის ხიდთან დატოვა დასაცავად. ბრძოლა რაინდულ რაზმების ცალკეულ შეტაკებაში გადაიზარდა და 3 საათს გაგრძელდა. ერთიანი ხელმძღვანელობა არ ყოფილა. საფრანგეთის მეფე და გერმანიის იმპერატორი უბრალო რაინდებით იბრძოდნენ. გაიმარჯვეს ფრანგებმა, რაინდობას დიდი ზარალი არ განუცდია. კოალიციამ დაკარგა 300-მდე რაინდი, 70 მოკლეს, 220 ტყვედ ჩავარდა. ფრანგებმა რამდენიმეჯერ ნაკლები. ორივე მხარის ქვეითობამ გაცილებით მეტად იზარალა.
ფეოდალიზმის უკანასკნელ ეტაპზე დიდი ცვლილებები მოხდა ტაქტიკაში. ცეცხლსროლი იარაღის მასობრივმა გამოყენებამ გამოიწვია საბრძოლო წყობის დანაწევრება, რომელიც შეიცავდა უკვე არა მარტო ქვეითობასა და კავალერიას, არამედ არტილერიასაც. თოფის გაჩენით ქვეითობამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი დაიკავა. შუბოსნები და მუშკეტერები 8-10,000 კაციან ბატალიებად, კოლონებად ეწყობოდნენ. კავალერია იკავებდა ინტერვალებს ბატალიებს შორის, არტილერია კი ან ჯარების წინ დგებოდა, ან მათ ფლანგებზე. მეთობეები და არტილერისტები თავისი ცეცხლით შეტევას ამზადებდნენ. გადამწყვეტი დარტყმა კი შუბოსანთა და მხედართა შეკრული მასებით ხორციელდებოდა. ცეცხლსროლი იარაღის გაუმჯობესებასთან ერთად შემცირება იწყო საბრძოლო წყობის სიღრმე, ხოლო ფრონტი გაგრძელდა, რათა ერთდროულად თოფების მაქსიმალური რაოდენობა ყოფილიყო მოქმედებაში. საბრძოლო წყობის ფრონტის ზრდამ და სიღრმის შემცირებამ გამოიწვია ხაზოვანი ტაქტიკის ჩამოყალიბება. მისი არსი მდგომარეობდა ორ სამხაზად დაწყობილი ჯარების ფრონტზე თანაბრად განაწილებაში, რითიც ცეცხლის მეტი ეფექტურობა მიიღწეოდა. ყოველი ხაზი 3-4 მწკრივისაგან შედგებოდა. ხაზებს შორის დისტანცია იყო 50-200 ნაბიჯი. მე-17 საუკუნის დასაწყისისათვის ცეცხლსროლი იარაღის გაუმჯობესებასთან ერთად შემცირება იწყო საბრძოლო წყობის სიღრმე, ხოლო ფრონტი გაგრძელდა, რათა ერთდროულად თოფების მაქსიმალური რაოდენობა ყოფილიყო მოქმედებაში. საბრძოლო წყობის ფრონტის ზრდამ და სიღრმის შემცირებამ გამოიწვია ხაზოვანი ტაქტიკის ჩამოყალიბება. მისი არსი მდგომარეობდა ორ სამხაზად დაწყობილი ჯარების ფრონტზე თანაბარ განაწილებაში, რათა ცეცხლის მეტი ეფექტურობისთვის მიეღწიათ. ყოველი ხაზი 3-4 მწკრივისაგან შედგებოდა. ხაზებს შორის დისტანცია იყო 50-200 ნაბიჯი. მე-17 საუკუნის დასაწყისისათვის მუშკეტერები ქვეითობის მთავარ ძალად იქცნენ. შუბოსნები რიცხვი კი თანდათან მცირდებოდა. ამან ევროპული არმიები ხაზოვან ტაქტიკამდე მიიყვანა. პირველად ხაზოვანი ტაქტიკის ელემენტები გამოიყენა ჰოლანდიელმა მხედართმთავარმა მორიც ორანელმა 1600 წელს ნიუპორტის ბრძოლაში, მაგრამ ახალი ტაქტიკის გაბატონება მოხდა 30 წლიანი ომის დროს 1618-1648 წლები. ხაზოვანი საბრძოლო წყობა შეიცავდა სახმელეთო ჯარების იმ დროისათვის საბოლოოდ ჩამოყალიბებულ სამივე გვარეობას, ქვეითობას, კავალერიასა და არტილერიას. ამასთან ყოველ მათგანს მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საბრძოლო წყობაში თავისი ადგილი და ამოცანები ჰქონდა. ხაზოვან წყობაში გამორიცხული იყო ცალკეული მეთაურების მიერ ინიციატივის გამოჩენა, ვინაიდან ყოველი ქვედანაყოფის ადგილი წინასწარ იყო განსაზღვრული. ბრძოლის წინ მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ დგებოდნენ და ბრძანების მიღების შემდეგ მწყობრით იწყებდნენ ნელ-ნელა დაახლოებას. დრო ჯარისკაცები ჩერდებოდნენ ბათქების სროლისათვის და თოფების ხელახლა დასატენად. შემდეგ საბრძოლო ხაზები ისევ ერთმანეთისკენ მიიწევდნენ. ამავე დროს ცოცხალ ძალას პირდაპირ დამიზნებით არტილერია უშენდა კარტერს. ბოლოს რომელიმე მხარე ვეღარ გაუძლებდა ცეცხლის ქვეშ ყოფნას და უკვე იქცეოდა. გაქცეულებს როგორც წესი კავალერია მისდევდა. ცეცხლსროლი იარაღის გაუმჯობესებისა და ხაზოვანი ტაქტიკის შექმნის შედეგად საბრძოლო მოქმედებები გაცილებით უფრო სისხლისმღვრელი გახდა. მაგალითად 30 წლიანი ომის ზოგიერთ ბრძოლაში მოკლულ და დაჭრილ იყო მონაწილეთა 1/3-ზე მეტი. ცეცხლსროლი იარაღის განვითარებამ გავლენა იქონია საზღვაო ბრძოლასაც. ტარანისა და აბორდაჟის ნაცვლად აქაც ხაზოვანი ტაქტიკა გაჩნდა. კილვატერულ ხაზში, ესე იგი ერთმანეთის მიყოლებით, დაწყობილი გემები მოწინააღმდეგის ესკადრას უახლოვდებოდნენ და საზარბაზნე მანძილიდან იხსნებოდა ცეცხლი. აქედან მოდის ტერმინი სახაზო გემი, ანუ ხომალდი, რომელიც ხაზოვან წყობაში აწარმოებს ბრძოლას. მე-17 საუკუნეში ალქნიანი სამხედრო გემები ზომის, შეიარაღებისა და ეკიპაჟის რაოდენობის მიხედვით 6 რანგად დაიყო. სახაზო ხომალდები ფლოტის მთავარი ძალა პირველ 3 რანგს შეადგენდნენ. პირველი რანგის სახაზო ხომალდი 900-1800 ტონა წყალწყვსა იყო. ატარებდა 64 ქვემეხს, ეკიპაჟი 750-მდე კაცს ითვლიდა.